ერთი კაცის ტელევიზია ნიგელა ფილმი მოგესალმება. არაჩვეულებრივი საზოგადოება. გამარჯობა. წარმატებას. კახეთიდან ჩამოვედი სპეციალურად. ჯერ ტაჭკით მოდიოდი, მე ფურგონით. როგორ ახალ? ორი სიტყვა თუ შეიძლება რომ ბრძანოთ დღევანდელ დღის შესახებ ორი სიტყვა. მედნიერე სიტყვები, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი საზოგადოება ჩემს სიმღერა შეიქმნა ჩვენი დიდი პატრიარქის უწმინდა სისხლისუნასთან დაკავშირებით. არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ტანდემი შეიქმნა ჩემთან ერთად წყინვალე პოეტი ჯუბახებელი სოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსი და ინსტრუმენტალისტი თემო ყვითელაშვილი განა შეიძლება ამაზე წარმატებებს გეშუროთ. დღეს რა ხდება თუ შეიძლება ორივე სიტყვით ვუძანოთ? ეს არის ძალიან გამორჩეული დღე, გამორჩეული თავისი შინაარსით, თემატიკით, ვინაიდან ჩვენი უწმიდესის და უნიტარესის პატრიარქის ხსოვნას ეძღვნება ის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც არაჩვეულებრივმა მანანამ შექმნა ჟონიერ ლექსი. ეს არის როცა ტანდემი ლექსი და მელოდია არის რაღაცა ერთობლიობაში ძალიან კარგ ხარისხში და ასე რომ არ ჩამოსულიყავი არ შემოწმო მანანას მიწვევა მივიღეთ და ხაშურიდან ჩამოვედი სპეციალურად. რაც ყველაზე მთავარია თემო ყვითელაშვილის შესრულებით, ამ სიმღერის შესრულებით უკვე ძალიან ბევრი რამე არის. იმედია რომ ეს კლიპი მე უკვე ვიცი ეს სიმღერა ჩემს ბავშვებშიც ვიყენებ უკვე, მაგრამ ძალიან დიდი მეც ვიტოვებ და ასეც იქნება რომ ადამიანთა გულებში ისევე დაიდებს ბინას, როგორც ის მასმა ადრესატმა დაიდო ბინა. როგორც ყოველთვის. მოგესალმებით, კალოდონ ბატონო სამართლებს. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის, რომ გამონახეთ დრო და საშუალება დასწრებოდით და საღამოს კლიპის პრეზენტაციას. დავიწყებ იმით, რომ ნამდვილად ეს შესანიშნავი დღეა. დღეს დამწუხრებლობით ვართ ეგეც უნდა თქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენთვის წარმოუდგენელი ამბავია ეს, რომ დიდხანს ალბათ ვერ გავითავისებთ იმას, რომ ჩვენს უწმიდესზე ვისაუბროთ. არ არის ჩვენთან დღეს ან უფლებას ამწუხებთ ჩვენთვის უნიტარესი. მე უნდა გითხრათ ის, რომ ძალიან ბევრი ითქვა და ძალიან ბევრი დაიწერა და ძალიან კარგად ისაუბრეს როგორც თეოლოგებმა, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა ჩვენს უწმიდესზე და უნიტარესზე. მე უბრალოდ მინდა თქვა ჩემი დამოკიდებულება საერთოდ როგორც უწმიდესზე და უნიტარესზე. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ყავდა ნამდვილად დიდი პატრიარქი, ჩვენ ყავდა განმეორებელი, ძალიან დიდი ადამიანი და ის არ გახდათ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღვარი, ის გახდათ დიდი საზოგადო მოღვაწე, ის იყო ძალიან დიდი პიროვნება, მრავალხილად ნიჭიერი ადამიანი, იყო ძალიან კარგი დიპლომატი, სხვა შორის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ბალანსირდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რომელიც სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა ჰქონდა, ძალიან წონადი ყოველმისობე. რატომ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ მე ჩემი ბევრი მაქვს გასახსენებელი ჩვენს უწმიდესზე უნიტარესზე და უნდა გითხრათ, რომ არაერთხელ შევძლებები ვარ თუ როგორ უძღვებოდა ის ამა თუ იმ შეხვედრას ამა თუ იმ პრეზიდენტებთან თუ მსოფლიო პატრიარქებთან და აღფრთოვანებული ვიყავი მისი სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რომელიც ის უძღვებოდა და საერთოდ მე მგონი ყველა დელეგაცია, რომელიც შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, ყველას დაგეგმილი ჰქონდა, რომ პირობში შეხვედრებდა ჩვენს უწმიდესს და უნიტარესს. ამიტომ ხაზგაუდებელია მისი წვლილი და კიდევ ერთი რამე და გავიხსენო, მე დავიბადე ძველ თბილისში, მე მიდრილი კახევართ და ჩემმა ბავშვებმა გაიარა ქუჩაში, მაშინ სხვა ცხოვრება იყო და რატომ მოყავს ეს მაგალითი? მე ვცხოვრობდი ისეთ ადგილას, სადაც ჩემს წინ იყო სიონის ეკლესია, ცოტა ქვევით იყო სინაგოგა, ცოტა ქვევით კიდევ იყო მეჩეთი. ეს მეტყველებს იმაზე ჯერ რომ ჩვენი ქვეყანა არის უნიკალური, ინტერნაციონალური და მხედველობაში მაგრამ ყველა ეროვნება საერთოდ კომფორტულად ცხოვრობს და იცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ერი საერთოდ ასეა განწყობილი ყველა ერის მიმართ. და რატომ მოიყვანა ეს მაგალითი? იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი პატარა და ბავშვი, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი თუ რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული საერთოდ რელიგია.
და როდესაც წამოვიდა და შემდეგ მივხვდი რომ თამაშობდი იქ და ვიყოფოდი ეკლესიაში და ხშირად შევდიოდი სიონში თუ რა რაოდენ რთული იყო და დამოკიდებული იყო პრობლემებთან ეკლესიაში ამა თუ იმ დღესასწაულის აღნიშნა იმიტომ რომ ეს იყო რისკებთან დაკავშირებული და ადამიანის სამსახურს დაკარგავდა პარტიიდან გარიცხები და ასე შემდეგ და იმიტომ ყვები ამას რომ სწორედ ჩვენი უძველესი უნივერსიტეტის დამსახურებაა რომ მან მოაბრუნა ერი ეკლესიისკენ ლოცვისკენ და საერთოდ ამდენი ეკლესიის და დაზელის ნაგებობები და საერთოდ ვთვლი რომ ძალიან დიდი საქმეები გააკეთა და ჩვენ ტიპებია არ ვიცი შესახებ ამიტომ ფასდაუდებელია მისი სწორედ წვლილი ემდა ჩემი პატივისცემა გამოხატო მე მქონდა ბედნიერება წილად რომ ხშირად ვსტუმრობდი მას როგორც სტუმარი როგორც არტისტი და ასე მქონდა მასთან შემოქმედებითი ურთიერთობა მასე მოგვიანებით კითხვით ახლა მე რო არ გამიგზავნა სიტყვა პირიქში კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და მე მინდა დღეს წარვადგინოთ თქვენს წინაშე ვიდეოკლიპი უბრალოდ სიმღერის პრემიერა ასე შემიძლია ვთქვა პატრიარქის ხსოვნას ასე დავარქვა პოეტმა ასე დავარქვით ყველა მისში ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გამოვთქვათ და საერთოდ უნდა გითხრათ რომ ცხოვრებაში ძალიან ფრთხილი კაცი ვარ და დიდი ხანია მე თანამშრომლისგან თავს ვიყავ საერთოდ ამ სფეროში იმიტომ რომ არ არის არტისტი და ჯგუფი ჩემს ოლგარეს პარალელურად ისანაც არ გინდა თანამშრომლია მაგრამ დიდი ხნით დავწუნდი რომ ძალიან უბადური შრომა და საერთოდ ამიტომ ეს გასაკუთრებული შემთხვევაა ახლა და უნდა გითხრათ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან გახარებული ვარ რომ ის შედეგი დაიდო ხედავდობაში მაგის ჯერ პირველ რიგში მადლობა ქალბატონ მანანა იმედაძეს და ბატონ ჯუვალობას იმიტომ რომ მიუძღვნეს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ნახარბოები ამას ძალიან ვაფასებ მე ამიტომ განმეორდები და მithქვი რომ კომპოზიტორი გახლავთ შესანიშნავი კომპოზიტორი ტელეწამყვანი ჟურნალისტი ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი კარგი პიროვნებაა ძალიან ქალბატონი მანანა იმედაძე თქო ესალოთ ლექსის ავტორი შესანიშნავი პოეტი მე მას პირადად არ ვიცნობ სამწუხაროდ ბატონი ჯუბაკებელი მე ვიცი და ბაში ბრძანდება შესანიშნავი ლექსის კიდე დაუბრუნდებით ამ თემას და უნდა გითხრათ კიდე მთავარი ის რომ ეს ყველაფერი ამის ეკრანიზაციას ვიდეო კლიპის დამზადდა და ამაზე შესანიშნავად იმუშავა შესანიშნავ რეჟისორმა ბატონმა ლევან კაშიბაძეს ვიდეო დამზადდა საგარი და აი შემდეგ პროცესზე უკვე თუ როგორ მომზადდა ეს ყველაფერი სად ჩაიწერა როგორ ასე ვიდგა ჩვენს გვერდით იმიტომ მე სხვა დამოკიდებულება მაქვს საერთოდ ცხოვრების მიმართ მხედველობაში მაქვს რომ არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი თავისაზე დაიგროვოს ამას დანიშნულს ამიტომ ყველაფერი თავის სახეს ვარქვენ და მე აუცილებლად ყველას გამოვაცხადებ ვინც კი გვერდში დაგვიდგა და მიიღო მონაწილეობა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ახლა თქვენს ნებართვით მე სიამოვნებით მინდა წავადგინო ვიდეოკლიპი სიმღერა პატრიარქის ხსოვნას ამ შემთხვევაში მე გამოვდივარ როგორც რა თქმა უნდა პირველში გიტარისტი იმპროვიზატორი მომღერალი და ეს უკვე თქვენ შეაფასეთ ამიტომ სიამოვნებით გეთავაზებთ ცოტა გამოიწირო ვაჩვენოთ გას მაგრამ დავთან ამოგზავნე და მოიწეს სცენაზე ჩემი პატივისცემული ადამიანები არა ნებო მე
მაშინ ეხლა რაც შეეხება როგორც შეგვიძლია თქვენ ერთი რაც ნახეთ მაგრამ ამ ზოგან ძალიან ადამიანები რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ თქვა პირველ რიგში ის რომ მაგალითად თქვა საერთოდ პატრიარქის გადაცვალებიდან დღემდე მე ესე იგი იმდენი ეთერი მქონდა ტელევიზიით რომ არ ვიცი ვერ დავთვალე მე სადაც 25-26 ეთერი მქონდა რაღაც თანახმებში ეს ძალიან ბევრი მე უბრალოდ არ მაქვს უფლება რომ გადავხადო ყველას დიდი მადლობა სახელობითად იმიტომ რომ ასე არ არის ერთი როდესაც ხდება ფაქტი და მეორე კიდევ მაგრამ მართლა უნდა თქვა რომ ყველამ გონი და სულით უთან მიიტანა დამსახურებულად მართლა იმიტომ ჩვენ მართლა გვაქვს ისეთი პატრიარქი ეს მართლა იმსახურებდა ამ პატივისცემას და აბსოლუტურად საერთოდ შემთხვევით და ყველა ტელეკომპანია და ყველა რადიო სამყაროს მინდა ევროპა დიდი მადლობა ტელეკომპანია ობიექტივა მაგათაც გააკეთა ბატონო ბაჟავთარში დამდა რომელიც ვარ ბატონო თქვენ მოდი მესამე ბატონო ეს მაიბრება მოდი და სადღაც მოვა სადაც ასევე გააკეთა კლიპი სატელევიზიო კლიპი სხვა და იქაც ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი ტელეკომპანია ჯორჯიან ტაიმსი ტელეკომპანია პოსტი დასახვრეტა და ესე და ფულად იალაი საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზია იქის საერთოდ არ დაიდარდო პალიტრა ტევ და რადიო ტევ პლუსი ტევ იმედი რუსთავი ტევ პირველი თავარი ეხლა რაც შეეხება შემოქმედების ჯგუფს როდესაც ყველაფერი იდეები შეძლებდა ასე თქვა და სპეციალურად ძალიან მოთხოვნით გასება და ასე ყველაფერი ეს გაკეთა ესე კარგად ყველასთან შეთანხმებით რა თქმა უნდა შემდეგ მივედით იქამდე რომ ეს იდეები უნდა განხორციელებულიყო და გავაკეთებულიყო ეს ყველაფერი აქ უნდა ვთქვათ რომ შესანიშნავად არანჟირება გააკეთა ბატონმა გიორგი მაჭარაშვილმა არ ვიცი ძალიან რა დარბაზში მაგრამ მე და მას დიდი მადლობა გავუხატე ძალიან მოკლე დროში გააკეთა არანჟირება შესანიშნავად ჩაიწერა ძალიან სიმბოლურია და ჩაიწერა ეს ყველაფერი საპატრიარქო სტუდიაში რეჟისორია ხრისტიანიშვილი ბატონი მერაბ მამულაშვილი ხოლო მონტაჟი მიქსი მასტერინგი გააკეთა თემურ ნიკოლაშვილის მიერ თემურ ნიკოლაშვილის სტუდიაში აბსოლუტური მადლობა მას ახლა შემდეგ მივადექეთ უკვე კლიპის გადაღების ასე ვთქვათ მომწითა ეს ფოტოთი კლიპისთვის და ამიტომ უღრმესი მადლობა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას რომელიც დაგვითმო სცენა სივრცე აპარატურა თანამშრომლები ანუ ძალიან გულში დაგვითქეთ და ძალიან შევეძლეს ძალიან კომფორტული ვითარება იყო გადაღებისთვის და უღრმესი მადლობა მათ კიდევ ერთხელ შემდეგ ვიდეო მონტაჟთან დაკავშირებით საბატონ მარი მახარობლიძეს და კერამიკულ სტუდიას გონე კერამიკს უნდა გადავხადო მაგრამ აგრძელდება საბატონი მარი იგი მადლობა ძალიან შეგუნება იოთი კომისიის საერთოდ გულიანი გამოკვლევები დიდი მადლობა ბატონ რამაზ ნასურშის მინდა არ ვიცი არის თუ არა ეს ფოტო ხელოვანია აი ეს ფოტო რომელიც ყველგან არის განთავსებული და აბსოლუტურად ცენტრალური თავი ფოტოა სწორედ ბატონ რამაზი გადაღებულია ბევრმა არის საბატონ ბატონ რამაზ ნასურშის და ერთ-ერთ ტელეეთერში რო გაიგო რომ ეთერში უნდა ყოფილიყო მისი მოიტანა ორიგინალი და ამაშუქა მეიჭირა რომ პატრიარქთან კენიაოდი და მაშუქა ორიგინალი ამ ფოტოზე და დიდი მადლობა ბატონო თავისი თუ იყოფება დიდი მადლობა ბატონ რამაზ ნასურშის ასევე ლევაც ინცაძეს ასევე ფოტოხელოვანს რომელიც გადაღებოდა ჩვენ გვერდით და აფიქსირებდა ფოტოებს ძალიან კარგად განახორციელა ყველაფერი ბატონ დავით კერესელიძეს მინდა უთამალო რომელიც ჩვენი რეჟისორი ბატონ ლევან თაშიბაძის ასისტენტი იყო და ყველანაირ გვერდში ბატონ თამაზარეშიძეს ჩვენს მეგობარს შესანიშნავად მინდა უღრმესი მადლობა უთხრა რომელიც ასევე ვიდეო არქივი თუ მონტაჟი თუ რაღაც და საერთოდ კარგი ადამიანი ჩემ მეგობარი შესანიშნავად უღრმესი მადლობა ბატონს და უგუნესი მადლობა ბაბოს მინდა უთხრა ბატონ გიორგი სადუნიშვილის და პოლიგრაფიული კომპანია გრადაციას აი მთელი პოლიგრაფია რაც შეეხება მოსაწვევები იქნებოდა თუ საერთოდ პოსტერები თუ აი ეს ყველაფერი შესანიშნავი ადამიანი ბატონ გიორგი სადუნიშვილი და მისი ნახო თანამშრომლობა ძალიან პატივიცეს და უღრმესი მადლობა მათ გვერდში დგომის ბატონ გიორგი სადუნიშვილს და ახლა მე მინდა დღეს ვიყოფებით კინოს სახში ეს დაბა ძალიან მომწონს ფათაშორის. მე პირველად გამოვიდგა როგორც არტისტი ამ შემთხვევაში ამ დარბაზში და ძალიან მომწონს, მაგრამ საბოლოო შემთხვევიდან მე ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვა საერთოდ ისეთი ვითარება დაამხოდა იმდენ და თბილად და გულიანად დავიდგნენ გვერდში და უნდა უთხრა აუცილებლად უღრმესი მადლობა
კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, კინორეჟისორს ბატონ გოგიტორაძეს. ბატონ ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხო სცენარის, პროდიუსერს, კინოსცენარის და პროდიუსერს ქალბატონ ნონა ბაბაშიძეს. და უნდა ვიცათ, როგორც არ უნდა კარგად იყოს არტისტი მომზადებული, მაინც არტისტები ჩვენවත් ხმის რეჟისორის ხელში, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გადავხომარეს კარგად, როგორც არ უნდა სცენაზე ჩვენ საერთოდ გავაკეთოთ, მაინც ხმის რეჟისორმა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ხმის რეჟისორი. მე მინდა მადლობა გადავხო ქალბატონ მარია მინდორაშვილს. შესაძლოა აი მადლობა ქალბატონ მარია. და პატარებს მინდა თქვა ქალბატონ მარია ის ნობილი ქართული შესანიშნავი კომპოზიტორის ბატონ ომარ მინდორაშვილის ქალიშვილი. ამიტომ ამასაც მინდა რომ ვამბობ. აი ახლა უკვე მივარეკეთ ესე იგი იმ პუნქტს, როდესაც მე უკვე მინდა რომ იგაპარაკონ თვითონ ავტორებმა როგორ შეიქმნა, საიდან დაიბადა იდეა და ასე შემდეგ რა განცდა და ასე შემდეგ. ყველაფერი მინდა რომ თვითონ გავაკეთო. სცენარის სიამოვნებით მინდა მოვწვიო კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ქალბატონ მანნა იმედაძე, შესანიშნავი კომპოზიტორი, ტელესამყარი, ჟურნალისტი. მოგესალმებით, ჩემო ძვირ კლასურ საზოგადოება. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სიმღერის, დიახ, ჩვენი სიმღერის წარდგენა დღეს აი ამ დიდებული აუდიტორიის წინაშე შედგა. სიმღერა დაიბადა მართლაც ამ სიმღერას მართლაც თავისი პატარა ლამაზი ისტორია აქვს, როგორც ყველაფერს ისე. იმ ტრაგედიის დღეებში, როდესაც ჩვენი უწმიდესი და უმეტარესი ესვენა სამების საკათედრო ტაძარში. ერთ-ერთი პანაშვიდები, როდესაც დაუბრუნდი სახლში, ეს იყო უკვე გვიანი ღამე, სადღაც 3:30 შუაღამე. კარგად მოიხსენებათ, რომ იქ მთელი საქართველო ფერზე იდგა და იმ პერიოდში არა მარტო საქართველო იდგა ფერზე, სრულიად სამყარო იდგა ფერზე და მართლა სამყარო დადუნდა, როგორც აი ამ ლექსში აქვს ჩემს ძვირფას ჯუბას ეს ფრაზა. და ფერზე იდგა არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, არამედ სრულიად აი აბსოლუტურად თითქმის ყველა კონფესიის წარმომადგენლები. და ისინი გულწრფელად ატირებდნენ აი ამ სოფლიო მნიშვნელობის ბუნებას, აი ამ დიდ პიროვნებას. სიმართლე გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შეზღუდული ვიყავი ამ თემით და არა მარტო მე, როგორც აღნიშნე, სრულიად სამყარო, მართლაც ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ რაიმე შეუქმნიდი აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ მართლაც მოხდა სასწაული. აი იმ ღამეს, როდესაც დავბრუნდი ძალიან გვიან სახლში, სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ლექსს გადავაწყდი. კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში უამრავი ლექსი, უამრავი მიძღვნა დაიწერა ჩვენს დიდ პატრიარქზე. და ვნახე ერთი ლექსი, რომ ჩაუყევი სტრიქონებს, ავტორი დავინახე. და კიდევ უფრო გამახარა ამ ფაქტმა, რომ ავტორი იყო ჩემი მეგობარი, უმჯერესი პოეტი ბატონი ჯუბა ხებელი. აუცილებლად უნდა აღნიშნო ერთი რამ, რომ იქ იყო ერთი ისეთი ფრაზა იმ ლექსში, რომელმაც მართლაც შემძრა, რასაც ქვია. და ეს ფრაზა ურჩევს ჟღერს ჩვენთან სიმღერაში. ეს ფრაზა ასე გამოითქმის: ო პატრიარქო, უფალი გელის, დამთავრდა მიწა, დაიწყო სეცა. აი ახლაც მეკითხება. ზუსტად აი ამ ფრაზამ გამოიწვია სიმღერის შექმნა. და მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც ალბათ წუთებში შეიქმნა აი ერთი ამოსუნთქვით. რა თქმა უნდა, შუაღამეს მე ჯუბას ვერ დავუკავშირდებოდი და მეორე დილით მაშინვე პაცნობე ეს ამბავი დაურეკე და უთხარი, რომ ჯუბა მადლობა ამ ლექსისთვის, მაგრამ ხო იცი, სიმღერა მაინც თავისას მოითხოვს, მას თავისი ჭარჩოები აქვს, რაღაც თავისი პრინციპები აქვს მელოდიიდან გამომდინარე და ეხლა უნდა გამოვყო, რასაც გთხოვთ კი და ძალიან გთხოვთ და
უნდა როგორმე გამიძლო და უნდა გაუგძლო ჩემს ეგრეთ წოდებულ კაპრიზებს მე. რაზეა საუბარი მანანა მითხრა. ყველანაირად მოყოლი რომ იმიტომ რომ იცით მართლაც გული მიგრძნობდა რომ რაღაც სერიოზული ნაწარმოები იქმნებოდა. და ჯუბა იქ რამდენიმე კორექტირება გააკეთა ტექსტში და მივიღეთ ის რაც შედეგი დაიდო. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ახლა მინდა მომღერალი ხო ვინც უნდა შეასრულოს სიმღერა. ზუსტად იმ დღეებში მე კონტაქტი მქონდა შემოქმედებითი ჩვენს უდიდეს მუსიკოსთან სოფლიო მნიშვნელობის ინსტრუმენტალისტთან ბატონ თემურ ყვითელაშვილთან რომელთანაც მე ვფიქრობდი რაღაც ინსტრუმენტალური ნაწარმოების გაკეთებას. რა თქმა უნდა, რაკი კონტაქტი მქონდა ბატონ თემურთან, ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან და გადავწყვიტე, რომ ძალიან მოკრძალებულად, მოხატრებულად, მაგრამ მან ჩავუგდე ეგ სიმღერა ბატონ თემურს და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ ბატონ თემური მყისიერად დამთავრდა ამ სიმღერის შესრულებაზე. ვოკალიც არაჩვეულებრივად შეასრულა და ახლა გიტარაზე არა მოგსაუბრე. აქ მინდა აღნიშნო ჩვენ ინჟინერთა ადამიანები ბატონ თემურს ახლა მსოფლიო იცნობს როგორც ბრწყინვალე ინსტრუმენტალისტს და არაჩვეულებრივ გიტარისტს, მაგრამ მე როგორც მუსიკოსი თამამად შემიძლია მუსიკოსმა თქვა და აქ ჩემი მეგობარი მუსიკოსებიც იმყოფებიან რომ ბატონ თემური არა მარტო ფენომენალური ინსტრუმენტალისტი და გიტარისტია, არამედ უდიდესი მომღერალიც არის. თქვენ ალბათ დააკვირდებოდით თითოეულ ფრაზას როგორ ეფერება, იქ როგორ არის სულ თქვა, აი ეს ემოცია, ყველა სიტყვაში, ყველა ფრაზაში ეს მაპატიეთ, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დგას სცენაზე და პრეტენზიები აქვთ, მაგრამ ამ რანგში და ამ ხარისხში ეს არ შევძლიათ. ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ფენომენალურ თემურ ყვითელაშვილს. იმისათვის რომ გვირგვინი დაადგა ჩვენ სიმღერას. ეხლა ბატონმა თემურმა აქ ისაუბრა ძალიან მოკლედ აი იმ ადამიანებზე, ვინც შემოქმედებით ჯგუფში იყო ჩართული. ეხლა რა თქმა უნდა გჭირდებოდა უკვე ორკესტრი, ხო? ვინ თუ არა ჩემი გია მაჭარაშვილი დაიდგებოდა გვერდით ვიცოდი. იმიტომ რომ გიასთან არაერთი წელია მაქვს შემოქმედებითი ურთიერთობა და ის არის მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ბრწყინვალე პროფესიონალი და ზუსტად რასაც ფიქრობდი და რაც ჩანაფიქრი მქონდა, აი ის გააკეთა გია მაჭარაშვილმა, აი იმ რანგში და იმ ხარისხში გააკეთა ყველაფერი. დიდი მადლობა ბატონ გია მაჭარაშვილს. ამის შემდეგ უკვე ჩაწერა იყო საჭირო და მართლაც ბატონმა თემურმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ ეს ჩაიწერა საპატრიარქო სტუდიაში უნიჭიერეს მუსიკოსთან და არაჩვეულებრივ კომპოზიტორთან ბატონ მერაბ მამულაშვილთან და მადლობა ბატონო მერაბ არის იმყოფება ჯოა ბატონ მერაბ სტუდიაში, აი ამ დარბაზში ძალიან დიდი მადლობა და უთხარი ვინ ასრულებდა სიმღერას. აი მაშინვე თანხმობა მივიღე, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ბატონი თემურ ყვითელაშვილი, თემურ ნიკოლაიშვილი და ბატონი გია მაჭარაშვილი ერთად მოდიან ყმაწვილ კაცობიდან დღემდე. არიან არაჩვეულებრივი მეგობრები და თქვენ ალბათ ყველა ძალიან კარგად გახსოვთ ყოველ შემთხვევაში ჩემს თაობას და ჩემზე უფროს და ცოტა უმცროს თაობასაც ანსამბლი თეატრონი. სადაც აი ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები უკრავდნენ და ღეროდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა კლიპით და ჩვენი კლიპის უბრალოდ ოპერატორი პირველ რიგში, რეჟისორი, მონტაჟი, ჩემი ლევან ქაშიბაძე, ჩემი უახლოესი მეგობარი და უნიჭიერესი შემოქმედი მინდა ვიქნა. ეფერები სულ ყველა საჩითავად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის, აი ამ ემოციებისთვის, აი ამ ოვაციებისთვის, იმისათვის, რომ ფეხზე დგეხართ და აი ველოდებით, რომ კიდე რა სიურპრიზ შემოგთავაზებს ბატონი თემური და მინდა გითხრათ, რომ წინ არაჩვეულებრივი საღამოები ელოდებათ, იმიტომ რომ სცენაზე იდგება დიდი ჩვენი, არ ვიცი, უნიჭიერესი, მსოფლიო მნიშვნელობის
ჩვენი ფენომენალური მუსიკოსი და ინსტრუმენტალისტი და მომღერალი ამავე დროს აუცილებლად ბატონი თემო ყვითელი. Twins nebazet me mida baton juba kabaz futbol scenas. მადლობა. თითოეულ თქვენთანაც მადლობა ბატონ თემოს, მადლობა ქალბატონ მანანას, ლევანს და ყველა იმ ადამიანს. ბატონო რეზო მადლობა თქვენ შემოწინათ და ყველა თითოეულ თქვენთანაც. მე ვფიქრობ რაც დღეს ხდება და რაც ერთად აი ამ სიმღერის იგივე ხდება, ყველაფერი უფლით მოხდა და უფლით იყო. არაფერს არ დავამატებ. ჩვენ კიდევ ერთხელ დაგანახა პატრიარქმა ის დიდი თავდაბრობა, რასაც სიამოვნებული სიყვარული ჰქვია და მსოფლიოს სხვადასხვა გზებზე და განებზე ხედავდნენ სხვადასხვა მასობრივი საშუალებები და მაყურებლები და სხვადასხვა ხალხები, რომ დედამიწის ერთ პატარა წერტილში გარდაიცვალა პიროვნება, რომელსაც მთელი ქვეყანა გლოვობდა. აი ესეთი პრეცედენტი ბოლო დროს არ ვიცი სად იყოს, რომელი ქვეყანაში დიდი ლიდერი გარდაიცვალა, ასე დაეტერებინა და არა მარტო ერთ-ერთს სწორი ბრძანა ბატონმა თემომა პატრიარქი არ იყო მარტო ერის, ერთი ერის, ქართველი ერის, ამ თქვა სხვა კონფესიათა წარმომადგენელი, სხვადასხვა ქვეყნის დიდი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთანაც, უღრმესი მადლობა პატრიარქს ამ დიდი სიყვარულისთვის და მსოფლიო საზოგადოებას, რომელსაც დაიჭირა და იგივე ჩვენი პატრიარქი, რომელიც არ დაწასულა, უბრალოდ დაიწყო მისთვის ზეცა. მინდა ბატონ ლევან ქაშიფაძის თხოვოს სცენაზე და ვითხრას პროექტის სიტუაცია შეიძლება. მადლობა ყველას მოგზაურობისთვის. რაც შეეხება კლიპს, ორმა უნიჭიერესმა ადამიანმა შემოთავაზა ამ კლიპზე მუშაობა, რასაც დიდი სიამოვნებით და დიდი ენერგიით დავთანხმდი. რაც შეეხება კონცეფციას, რაღაცა პატრიარქის სიტყვები მახსოვდა, რომ მას აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ჩემი პატრიარქობის პერიოდი არის მზიანი ღამე. და რაღაც განათებაც ესე გადავწყვიტე, რომ ზევიდან ყოფილიყო, რაც მეტაფორა იყო ამის. სხვა რა შემიძლია თქვა, ნამდვილად გონი კარგი სიმღერა გამოვიდა. მაგრამ დაბაში ძალიან ბევრი ჩემთვის თქვენთვის პატრიციამდე ადამიანების ხედან სხვადასხვა მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მინდა თუ ეს სრული იქნება რომ რამე ითხრას, მაგრამ პირველში მინდა ბატონ ერვას მიშველაძის სცენაზე შეიძლება. ვერფასებო ისმის მიკროფონს უკეთესია ასე მგონია თუგინა მოგაჩვენე უკეთესია მთელი საქართველო აქ არის დღეს ჩვენ გავხდით დიდი ხელოვნების მოწმენი ჩვენ გავხდით შესანიშნავი ისტორიული სიმღერის დაბადების მოწმენი ისეთისა, როგორც ეკადრებოდა პატრიარქს. მე თითები მიცივდება ეხლა, როცა წარსულ დროში ვახსენე იგი. პატრიარქი არსად არ წასულა. ახლაც ამ დარბაზში მისი ნება მართავს ყველაფერს და ეს ერთსრულოვანი მობრძანება თქვენი და ეს საოცარი ძლიერი ტაში დარხეული ამ დარბაზში იმის დასტურია, რომ უკვდავია პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა უკვდავია საქართველოს და ლამაზი შუქი, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა მიანათეს წასულ
ცაში ამაღლებულ პატრიარქს მარად დარჩება ჩვენ შორის. მე პირადად ჩემ თავზე გამომიცდია რა დიდი კაცი ყავდა საქართველოს და ახლაც ამ წუთში ისეთი გზნობა მაქვს რომ თითქოს გაიღება კარი და შემოგზამდება იგი თავისი კვერთხით, თავისი განუმეორებელი ღიმილით და თავისი საოცარი ქართველობით, ქართული გენის შესანარჩუნებლად, ჩვენი ერის შესაკავშირებლად და ასამაღლებლად მისი რუდუნება დაუვიწყარია, ისტორიულია. მახსოვს, როცა მწერალთა კავშირიდან მიხეილ სააკაშვილმა გამოდევნა საქართველოს მწერლობა, ზოგს ახსოვს ამ დარბაზში წერლების ბრძანდებიან, მივედით პატრიარქთან და უნდა გენახათ მისი საოცარი ხიბლი და უნარი ჩვენი დამშვიდებისა. არ შეგეჩინდეთ, იცოდეთ რომ ბრძოლა ამით არ მთავრდება და აჰა ტაძარი სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ღონისძიებები ჩაატაროთ, ილოცოთ და ლექსები წაიკითხოთ. მე მახსოვს, როცა პარლამენტმა ამოიღო თავისი ერთი უბადლუკი კანონით ეროვნების დამადასტურებელი ადგილი საბუთებიდან, აი მაშინ მე პირადად გეახელით, როგორც მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიარქთან და იცით თუ არა, ახლა ხანდახან ზოგიერთი ამჩატებული ჟურნალისტი დაწერს ხოლმე, რომ აიო ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს იყო და ჩახუტებული იყო. როცა უთხარი, აი ასეთი რამ მოხდა მეთქი, მან თავისი ხელით დაწერა წერილი, რომელშიც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ აღედგინა სამოქალაქო საბუთებში ეროვნება ქართველი. რა თქმა უნდა, მაშინ ეს დიდი გაბედულება იყო, ეს არ შესრულდა, თაროზე შემოიდო კარგად დიდი ხნით ეს წერილი, მაგრამ მე მითხრას, რომ აი ახლა ხან პარლამენტში აფუთფუთდნენ ცოტათი მაინც, რომ ძალაში შევიდეს საქართველოში ქართველისთვის ეროვნება, ქართველის დაბრუნება საბუთებში. ეს დიდი პროტესტი იყო, ჩემო გულწასო მეგობრებო, მადლობა ამ ტაშისათვის თქვენ მაშინდელი ხელისუფლებისა და ეს იყო დასტური კიდევ ერთი, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მუშტად შევკვრა, გაერთიანება, ერთად ყოფნა გადაგვარჩენს ისტორიის ამ ურთულეს მოსახლეებზე. შევიწყდა დღეს აქ ამ დარბაზში, მე ვიყავი ბედნიერი, ეს დროული კაცი, შევიწყდა დიდი ნიჭი ბატონი თემურ ყვითელაშვილისა მისი უზადო შესრულება. შეუერთდა მას და საფუძვლად დაედო მანანა იმედაძის დიდი მუსიკალური გემოვნება და ნიჭი. იგი არაერთი სიმღერის ავტორია, თქვენ კარგად იცით. მან მიანათა რაღაც შესანიშნავი შუქი იმ ტელევიზიას, სადაც იყო და სადაც დღეს არის ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში დიდ საქმეს აკეთებს. ერთი ნაკლიკი აქვს ხუმრობაში ჩამითვალეთ, ცოტა შეიძლებოდა უფრო ლამაზი ყოფილიყო, მაგრამ და ბატონი ჯუბა გებელის შვენიერი ლექსი. მე ცრემლები მომგვარა ჩემო ჯუბა ჩემმა ლექსმა და იცოდეთ ყველამ აზდა მარადის ეს სიმღერა
თავისი დიდებული ორკესტრილებით, თავისი საოცარი ეროვნული მუსიკალურობით და ბატონ თემურის უზადო შესრულებით საუკუნეებს გაუძლებს, ისე როგორც საუკუნეებს და ათასწლეულებს გაუძლებს მისი შემქმნელი საქართველო. რომ გამიმარჯვოს ბატონო. დიდი ხანია მე არც ერთდროულად აყოფილვარ ჩემი ჯანმრთელობის გამო და მართლა ძალიან გამიხარდა ეს დღევანდელი ეს პრემიერა სიმღერის ჯუბა მე საერთოდ საკმაოდ სიტყვა ძუნწიქარი და ეს განსაკუთრებით პოეტების იმას მაგრამ ჯუბა ნამდვილად პოეტიკა და მართლა მიმართული იმისები და კომენტარებში არ მაგრებ ხომ მართალია ხო და საერთოდ მე არ ვიქნები მე ვარ ვიყო უძრფელი პირადად მე და ჩემი ტიპის ადამიანებს გვქონდა პრობლემა ჩვენს კათოლიკოს პატრიარქთან მან ეს ძალიან კარგად იცოდა და წლების წინ როდესაც შევამკე რამდენიმე ხატი მე მინდოდა ტაძრისთვის სამებისთვის შემეძირა მან შემოვითვალა 3 დღე მომცა რომ მოვიფიქრებია მივიდოდი თუ არა ძალიან გონიერი კაცი იყო ძალიან ის უჩვევრად აი ესე გიყურებდა და ყველაფერს ხედავდა და ყველაფერს არის აი შიგნიდან ხედავდა ყველაფერს მეც ასეთი ვარ მეც ვუყურებ და ყველაფერს ვხედავ და ჩვენ ვისხედით ორნი და ერთმანეთს ვუყურებთ დიდი ხნის მანძილზე ძალიან საინტერესო მოგონებები მაქვს და შემდეგ ერთ მშვენიერ საღამოს სამთოროს მონასტრის იგუმენიას თხოვა რომ მივეყვანე მასთან მივედი და იყვნენ გალობლები, იყვნენ სტუმრები და სულ 3-ის გამიდგა ბაღში ეს საპატრიარქოს რეზიდენციას გულისხმობ. ერთი იყო უკრაინელი მხატვარი ქალბატონისთვის, ერთი თურმე ჩემთვის, ერთი მისთვის და დანარჩენი სულ ყველაფერს ეითქა. ეს ხო საოცრება. ხო და მაშინ მარჯვენა ხელზე გამიკეთა ოქროს სამაჯური მის თავისი ავტოგრაფით და მე მახსოვს დავმიუძღვენი მას სონეტი პატრიარქს ასე ქვია იმის თქმა მინდა რომ აი ის 90-იანი წლების ტკივილი ყველანაირად ცდილობდა რომ როგორღაც ესე იგი გაეფათილებინა და მას ხმამაღლა არასდროს არ უთქვამს ეს არც იყო საჭირო მე ისედაც ვგრძნობდი და ბევრი რამ შემიძლია კიდე მოვყვე აი იმ ურთიერთობის შესახებ რომელიც მას ჰქონდა ჩემთან სხვათა შორის რაღაცნაირად საიდუმლოდ თითქოს უჩვევრად მე მინდა იმ დღევანდელ დღე კიდე მოგივოცოთ მალენა ჩემო გარკვეიცი როგორ მიყვარხარ მახსოვს ჩემი სტუმრობები შენს ტელევიზიაში მართლაც გვაწლიათ მალენას არაფრისგან აი ვეფხოსთან ერთად არა ესე არ იყო ვეფხო თავისი აი ისტორია პიტროვისთან და არაფრისგან შექმნეს აი მართლაც ეს ტელევიზია არაჩვეულებრივ ხალხს იწვევდა ძალიან კაი გადაცემები ჰქონდათ თემურ ყვითელაშვილს ვიცნობ ჩემი საპატრიარქოდან მახსოვს ერთხელ მე მაღლა ვიდექი საპატრიარქოს რა ვიცი როგორ ვთქვა აივანზე იქიდან მithხოვდი ლექსს ქვემოთ უკრავდით ყველაფერი მახსოვს მოკლედ გილოცავთ იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული თემა სხვათა შორის ეს დიდი სითამამია რომ ამ თემას შეეხეთ და რა ვიცი იმედი მაქვს რომ უფრო მომავალში კიდევ უფრო და უფრო კარგი სიმღერები და უფრო და უფრო ნიმუშები ხელები შეიძლება გაიხარეთ გილოცავთ ურმესი მადლობა მე უბრალოდ დარბაზში არის ადამიანები თუმცა აქვს სურვილი რომ გითხრას აი გამოთქვას თავისი აზრი დღევანდელ საუბრის შესახებ სიამოვნებით დავუწყო მიკროფონს მოგილოცავთ დღევანდელ დღეს როდესაც პირველად გავეცანი თემურ ყვითელაშვილი ჩემთან გადაცემაში ეს იყო დაუწყარი გადაცემა და მე მისი შვილი გავეცანი და ეს ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამას
მე ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ მანანა იმედაძეს ვიცნობ ახლოს და მის ტელევიზიაში მიმყავდა ჩემი საავტორო გადაცემა ლიტერატურა ხელოვნება სულიერება. და ლევანი, რომლის რეჟისორობითაც მიდიოდა ეს გადაცემები. როდესაც ჩვენ უყურებთ ამ კლიპს, თემურ ყვითელაშვილის ექსტაზურ შესრულებას რაღაცნაირად იმ ისტორიულ წიაღისვლით გადავედი წარსულში და გამახსენდა აბიათარ მღვდელი. და როგორი სიმბოლურია, რომ სწორედ პირველი ტკივილიანი აშკერება ჩვენი ბრძენი პატრიარქის სამგლოვიარო მესა სწორედ თემურ ყვითელაშვილმა შეასრულა ამ ბწყინვალე მსოფლიო დონის გიტარისტმა და ბწყინვალეს კეთილშობილებით გამორჩეული კომპოზიტორის მანანა იმედაძის მუსიკით. აი ეს ორი დადებითი ენერგეტიკა შეაერთა იმ ცვირფასმა ლექსმა ჩემი ცნობილის ჯუბაღებელის და აი მართლაც განუმეორებელი სტრიქონები ოპატრიარქო უფალი გელის დამთავრდა მიწა, დაიწყო ზეცა. ეს არის